$100,000 რო ვახსენე ციხის ეპიზოდზე, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს, ციხიდან ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესოხარძიანმა მოახერხა, რომ TBC ბანკიდან კონკრეტულად აიღო $100,000. რა ვიცი, ხა შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ ახლა რომ მივიდეთ, კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გდანის ციხეში თუ იყავი ბესოხარძიანი ან მისნაირი პატიმარი, თავისუფლად ნებისმიერ თანხას ვიცით, იქ მივიდა წარმომადგენელი საკრედიტო ოფიცერი. არ მახსოვს, ეხლა ტყუილს ეხლა არ ვიტყვი ნამდვილად, აი რაც მახსოვს მართლა იმას ვიძახი და თვითონ მამა ჩემიც ხუმრობდა, ეხლა რომ გამოვიდა უკვე იქით რომ დააღწია იმას თავი, კარგი ჰუმორი ჰქონდა მამა ჩემს და ხუმრობდა ხოლმე ამ მათს. მოდის ჩაგეკითხებით, ეს მის სახელზე გაცემული სესხი იყო თუ ვის სახელზე გაცემული სესხი? ეს თეიმურაზ ჭიჭინაძეს ეს იყო მისი ყოფილი პარტნიორი, არ ვიცი, საიდან გამოჩნდა იმ პერიოდში და ისი ვის სახელზე გაცა სესხი? მამის სახელზე გაცა სესხი? ბესოხარძიანზე იყო ეს სესხი კი. ბესოხარძიანი. ჩვენ რომ გამოვითხოთ ამ სესხის დოკუმენტაციას თუ დაგჭირდა ბესოხარძიანის სახელზე? კი, უნდა იყოს ესეთი, უნდა იყოს ეგეთი თუ არა ეკანონიკაშვილის სახელზე მაინც, მაგრამ ეს თანხა წასული არის